პერსონაჟი კონკია. უნდა იცოდეთ, რომ ეს პერსონაჟი მხოლოდ ზღაპრის გმირი არ არის და ეს არის ერთგვარი არქეტიპული სცენარი, რომელიც ძალიან ბევრ ოჯახში თამაშდება ხოლმე და მინდა ახლა მოუყვე რამდენიმე ტექნიკა თუ როგორ უნდა დააღწიოს ადამიანმა თავი ამ როლს. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ იმისთვის რომ გავიგოთ შეხვდა თუ არა ოჯახში კონკიას როლი, უნდა ვიცოდეთ, რომ ერთგვარი დაკვეთა ოჯახის წევრებისგან და როგორც წესი ესენი მშობლები არიან ხოლმე, არის ასეთი, რომ ერთ-ერთი შვილი უპირატეს მდგომარეობაშია, ხოლო მეორე შვილი არის ასე ვთქვათ დაპროგრამებული იმ თვალსაზრისით, რომ ის უნდა ემსახუროს მეორეს, უმცროს, უფროს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს და ოჯახის სხვა წევრებს. მან უნდა ბევრი იმუშაოს იმისთვის, რომ რაღაც იყოს სასურველი და იყოს მისაღები მშობლებისთვის. ეს ძალიან დიდი ტრაუმული და სტრესული როლია ბევრი ადამიანისთვის. ასეთ დროს ბევრ ამას აკეთებს ამ როლში მყოფი ადამიანი, ბევრს მუშაობს, თითქოს ყველაფერი კარგად აქვს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ დღენიადაგ მისი ფსიქიკური მდგომარეობა არის სულ უფრო რთული და რთული. კონკიას როლს მშობლები რამდენიმე მიზეზის გამო და ასე ვთქვათ, კონკიას როლში მშობლები რამდენიმე მიზეზის გამო ჩააყენებენ ხოლმე შვილებს. ერთი შეიძლება იყოს ის, რომ ვთქვათ, ორ ძმას შორის და ორ დას შორის, ხო, აქვე დავაზუსტებ, რომ კონკიას როლი ეს არ გულისხმობს მხოლოდ გოგოს როლს. ეს ზოგადად ესეთი არქეტიპული ცოდნა არის და ხშირად არის, რომ აი ვთქვათ, ორ ძმას შორის ერთი უფრო სუსტია და მეორეს აიძულებენ, რომ იყოს მზრუნველი იმ სუსტ ძმაზე. ან პირიქით, ვთქვათ, მშობელი ჩათვლის, რომ რომელიღაც შვილი უფრო შეესაბამება მის წარმოდგენებს იდეალზე და აი ის ვინც შეესაბამება, იმას უნდა ემსახუროს მეორე. და მოკლედ ეს როლი მთელი ცხოვრება მისდევს ადამიანს და თუ არ გააცნობიერა, თუ არ მიიღო ის მდგომარეობა, რაშიც ის არის და შემდგომ თუ ახალი როლი არ შეითვისა და შეითავსა, მისი ცხოვრება იქნება ძალიან რთული და ძალიან ესეთი მძიმე. მოდი რამდენიმე ტექნიკას ვიტყვი უბრალოდ იმისთვის, რომ მივხვდეთ, რა შეიძლება გავაკეთოთ კონკიას როლიდან გამოსასვლელად და ნუ შეიძლება ეს ვინმეს დაეხმაროს. პირველი ეს არის ის, რომ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თქვენ არ ხართ ვალდებული ვინმეს სურვილებს მოერგოთ. მუდმივად კი არა, ზოგადად რომ ვინმე სურვილებს მოერგოთ. ეს თქვენი არჩევანია და არა ვალდებულება. თუმცა აი აქაც განსასაზღვრია ხოლმე, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ გონია, რომ ჩვენი არჩევანია სინამდვილეში აღმოჩნდება, რომ ეს ერთგვარი ვალდებულებაა ხოლმე. მეორე ეს არის, რომ თქვენ უნდა გადააფასოთ საკუთარი ღირებულებები, უნდა ნახოთ პირობითად აი პროცენტულად რომ დათვალოთ თქვენი ცხოვრების რუტინა რომ აიღოთ, რამდენ პროცენტს ზრუნავთ სხვაზე და რამდენ პროცენტს ზრუნავთ საკუთარ თავზე. ეს როგორც წესი კონკიას როლში მყოფი ადამიანებისთვის არის ხოლმე 80-20-ზე, 80% ეს არის სხვაზე ზრუნვა, 20% ეს არის ხოლმე საკუთარ თავზე ზრუნვა. ეს პირველ რიგში აუცილებლად უნდა შეცვალოთ, თქვენ უნდა გააცნობიეროთ რა არის თქვენი მოწოდება, რა არის თქვენი სურვილები, როგორ წარმოგიდგენია თვითრეალიზება და ნელ-ნელა ეს უნდა შეცვალოთ პროცენტულად. ნუ ამისთვის არსებობს სპეციალური ტექნიკები, შეიძლება ამ ტექნიკების ასე ვთქვათ, მოძიება სხვადასხვა რესურსიდან. შემდეგ ეს არის, რომ თქვენ უნდა შეადგინოთ გეგმა იმისთვის, რომ ახალ როლში გადახვიდეთ. ახალ როლში გადასასვლელად საჭირო არის ის, რომ პირველ რიგში ნახოთ, რას გულისხმობს კონკიას როლი. კონკიას როლი გულისხმობს იმას, რომ თქვენ გაქვთ მუდმივად დავალებები, პირდაპირი ან ირიბი, აი თქვენგან ელოდებიან, რომ მაგალითად, როდესაც იქნება
რაღაცა წვეულება, თქვენ უნდა გარეცხოთ ეს ჭურჭელი. შეიძლება პირდაპირ არავინ არ გავალებთ ამ ამბავს, მაგრამ ეს რაღაცნაირად ესე იგულისხმება, ესე მოხდა. ან სადღაც სამუშაოდ მიდიხართ და ან დასასვენებლად მიდიხართ და თქვენ უნდა აიღოთ ეს ინიციატივა. ესე რომ მოხდა, ეს არის სწორედ ეს ირიბი დაპროგრამება თქვენი და თქვენ ამას აკეთებთ მუდმივად, ამიტომ უნდა ეცადოთ რომ ეს ამბავი რაღაცნაირად შეცვალოთ. მაგალითად შეცვალოთ ის რომ გამუდმებით თქვენ ყიდულობთ საჩუქრებს სხვებისთვის და სხვებს ყოველთვის ავიწყდებათ, მაგალითად საახალწლო საჩუქრების თქვენთვის ჩუქება. თქვენ არასოდეს გავიწყდებათ უცხოეთში, როცა მიდიხართ, ჩამოიტანოთ რაღაც საჩუქარი თქვენი გარემოცვისთვის, თქვენს გარემოცვას ყოველთვის რატომღაც დაავიწყდა, ბარგი არ ეყო და ასე შემდეგ. ანუ უნდა იცოდეთ, რომ ესეც ერთ-ერთი სიმპტომიდან, ისე ვთქვათ, მაგალითი შეიძლება იყოს. ნუ ძალიან ზერელი, მაგრამ მაინც. შემდეგი არის ის, რომ თქვენ უნდა ისწავლოთ არასთქმა. ეს მთავარი ამბავია, იმიტომ რომ არასთქმა გარკვეულწილად გვიცავს ჩვენ იმისგან, რომ გავმიჯნოთ, რა გვჭირდება, რა გვინდა, რას გვაძალებენ და ასე შემდეგ. ამიტომ არასთქმა ძალიან მტკივნეულია ხოლმე, მათთვის განსაკუთრებულთვისაც არ შეუძლია არასთქმა, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თქვენი არა ერთხელაც უნდა გახდეს მტკიცი არა და ამას აღარ სჭირდება ახსნა განმარტება თუ რატო ამბობთ არას. არა და დამთავრდა იმის იქით არას ვამბობ იმიტომ ეს მოკლედ არ არის საჭირო. ამისთვის ყველაზე მარტივი იქნება რომ მარტივი არასთქმები ვისწავლოთ და შემდგომ უკვე გადავიდეთ უფრო რთული არას თქმაზე. შემდეგი ეს არის საზღვრების დაწესება, ჩვენ გვჭირდება საზღვრების დაწესება იმისთვის რომ ჩვენი შინაგანი სახელმწიფო უფრო მეტად გავაძლიეროთ, სახელმწიფო რომელსაც საზღვრები მოშლილი აქვს, ოკუპირებულია ხოლმე სხვებისგან, ამიტომ უნდა ვიცოდეთ სად არის ჩვენი საზღვრები და ეს საზღვრები ძალიან კაფიო და განსაზღვრული უნდა იყოს. კიდევ ერთი ამბავი არის ის, რომ როგორც წესი კონკიები ბევრს მუშაობენ ხოლმე. როგორც წესი ისინი უსაქმურები არ არიან, მაგრამ რაღაცა არ ემჩნევათ მათ მუშაობას თითქოს რაღაცა ყაირათი და პირველი რაც უნდა გააკეთოს ასეთმა ადამიანმა, უნდა დაისწავლოს, დაიჯეროს და დანაშაულის შეგრძნების გარეშე უნდა მოახერხოს ის, რომ თავისი შემოსავლის თვითონ რასაც შეუძლებს, აი სულ რა ვიცი, თვეში რომ 100 ლარი იყოს, 20 ლარი უნდა მოახმაროს, ანუ 20% საკუთარ თავს, აი საკუთარ საჭიროებებს. და ეს რა არის? ნუ უნდა იცოდე, რომ შენი საჭიროებისთვის, თუნდაც მხოლოდ სიამოვნებისთვის დახარჯვა დანაშაულის შეგრძნების გარეშე შესაძლებელია და ეს დანაშაულის შეგრძნება მუდმივი, რომელიც თან ახლავს ხოლმე საკუთარი თავისთვის რაღაც შემოსავლის რაღაც ნაწილის მოხმარებას, მუდმივად თან სდევს ეს კონკრეტ როლში მყოფ ადამიანს. ხშირად ეს დედებს ემართებათ ხოლმე, დიასახლისებს ემართებათ ხოლმე, რაღაცნაირად ნერვიულობენ თუ თქვათ პირობითად აი სახლის რაღაც საქმეების იქით რაღაც საკუთარ თავს დაახარჯეს. ამასაც სწავლა სჭირდება, ამასაც სჭირდება რაღაც ერთგვარი სავარჯიშოსავით გაკეთება, რომ ნელ-ნელა მიეჩვიოთ, რომ თქვენი თავი ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე ასე ვთქვათ ძვირფასი იდეაში არავინ არ გვაბარია. სამყარომ ჩვენი თავები მოგვაბარა მხოლოდ. შემდეგი არის ის, რომ თქვენ უნდა მოუღაროთ საკუთარ თავს. ეს ძილით გამოიხატება, ვთქვათ, შეგიძლიათ, რა ვიცი, სამოსის შერჩევაშიც გამოიხატება, მაგალითად, ყოველთვის დაზოგოთ თქვენ თავზე, პირობითად ფეხსაცმელზე თანხა და ვთქვათ, თქვენს გარემოცვის რომელიმე წევრს პირიქით ძვირფასი საჩუქარი აჩუ, ძვირფასი სამოსი აჩუქოთ, ეს პირდაპირ ნიშანია იმის, რომ თქვენ კონკიეს როლში ხართ. აი ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ ადამიანი რაღაცა ბევრს მუშაობს და მერე წავა თქვა და ძალიან იაფიან პიჯაკს იყიდის თავისთვის თქვათ და სხვისთვის თავისი თქვათ ოჯახის წევრისთვის რაღაცა ძალიან ძვირფას და გამორჩეულს იყიდის, იმიტომ რომ მიაჩნია რომ თქვათ არ ღირს საკუთარ თავზე რაღაცის დახარჯვა. ეს კონკიეს როლი არის. კონკიეს როლია ისიც, რომ თქვენ საკუთარ ჯანმრთელობას არ უვლით. აი თქვათ, მანქანას შეიძლება ძალიან ბევრი დაახარჯოთ, მაგრამ საკუთარ ჯანმრთელობას
გადადებთ რაღაცა ჯანმრთელობის გამოკვლევას და მე მისისთვის იტყვით რომ მე გავაკეთებ ამას და ეს მე შეიძლება იყოს ძალიან მძიმე დასასრული. მიყევით სპორტს თუ ეს თქვენთვის კარგია და ენერგიის დახარჯვისთვის თუ ჭამა გიყვართ, ეცადეთ რომ კარგი საკვები მიიღოთ ხოლმე, თქვენ თავს მიცეთ კარგი საკვები და იაფფასიან საკვებს თუ სხვა არჩევანი არ არის ახლა გასაგებია, მაგრამ თუ რაიმე პატარა შანსი გაქვთ რომ თქვენ კარგი ხარისხიანი შეჭამოთ, მოგეთ შეჭამეთ ხარისხიანი და კარგი. თუ სექსი მოგწონთ, ჯანსაღი სექსიც შვენიერია და მიეცით თავს ამისი უფლება, რაღაცა ნუ დასჭით რაღაც საშელებს ნუ დააკისრებთ, რა ეხლა ამის დრო არ არის და რაღაც მე ბედნიერებისთვის და ვთქვათ აი ესეთ ფიზიკური სიახლოვისთვის არ ვარ მზად. ინტელექტუალური საქმიანობა ძალიან კარგია, მე გირჩევთ რომ ვთქვათ ამ ნაწილშიც საკუთარი თავისთვის გამოყოთ რაღაც გარკვეული დრო, რომ არ გაჩერდეთ განვითარების თვალსაზრისით, ეს ერთ-ერთი აუცილებელი რამაა, რაც ჩვენ სხეულს სჭირდება, ინტელექტუალური განვითარება, ეს ჩვენი სულიერი საკვებია, ასე ვთქვათ. და კიდევ ერთი აუცილებლად დაისვენეთ ხოლმე, სანამ ორგანიზმი თვითონ დაგასვენებთ, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი არ ისვენებს, ორგანიზმი იწყებს რაღაც სპეცოპერაციის ჩატარებას და ჩვენ ხშირად ხვდებით გაურკვევლად და გაუგებარი მიზეზებით ავად, რომ მე დანაშაულის შეგრძნების გარეშე დავისვენოთ. ხო, აი ავად ვარ და წევარ და ამიტომ ვისვენებ. ამიტომ სინდისის ქეჯის გარეშე შეგიძლიათ რომ დაისვენოთ, იფიქროთ იმაზე, რომ ეს როლი თქვა თქვენ შეიძლება გქონდათ, გაიარეთ, შეიძლება არაცნობიერად დაგაკისრათ ოჯახის რომელიმე წევრმა, მაგრამ ეს ამის უარყოფას აზრი არ აქვს, ეს უნდა მიიღოთ, უნდა გაიაზროთ და უბრალოდ უნდა სცადოთ გადახვიდეთ ახალ როლში. ეს მარტივი შეიძლება არ იყოს, მაგრამ აი პროცენტების თანაფარდობა ეს 80-20-ზე ხშირად 90-10-ზეც არის ხოლმე. ნელ-ნელა შეიძლება შეიცვალოს ძალიან ფრთხილად და ძალიან ესეთი გეგმაზომიერად და ამ ცვლილების შემდეგ თქვენი ცხოვრების ხარისხი წესით სავარაუდოდ უნდა შეიცვალოს. კონკიას დასასრული ყველამ ვიცით ამ ზღაპრის, კონკია გვირგვინს იდგავს თავზე და მე გისურვებთ რომ ყველა თქვენგანმა თქვენი ცხოვრების გვირგვინი აუცილებლად დაიდგათ.